ვეძებთ ბედნიერებას? რატომ ვეძებთ ბედნიერებას და რატომ ვერ პოულობს ადამიანთა დიდი ნაწილი? როცა ბედნიერი ხართ, ალბათ ბევრს გქონიეთ ეს განცდა, სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. გიხარია ის, რაც გაქვს და ცხოვრების აზრსა და ფასს შეიგრძნობ. მაგრამ რა ხდება, როცა ადამიანი თავს ბედნიერად კი არა და პირიქით უბედურად თვლის და შესაბამისად ყოველი დღის გათენება მისთვის სიხარული კი არა, დიდი ტანჯვა და ტკივილია. როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას? როგორ გავხდეთ ბედნიერი და როგორ ვიცხოვროთ, რომ საერთოდ ღირდეს ცხოვრება? მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან დატვირთულია ადამიანის სტრესებით, პრობლემებით და საღამოს ძაღლით დაქანცული თავს მაინც ჩვენივრად გრძნობს. ზოგი კი არ აძლევს მნიშვნელობას რა იყო დღეს, კარგი თუ ცუდი, იმიტომ რომ მაინც ყველაფერი ერთნაირად უღიმღამოდ ეჩვენება და შესაბამისად თავს ცუდად გრძნობს. საქმე ის არის, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი არ აქცევს ყურადღებას იმას, რამაც ყოველდღიურობაში უნდა მოგვიტანოს ბედნიერება და თვალსა და გულს მიღმარჩება წვერმანები. არ არსებობს დიდი ბედნიერება, ის მხოლოდ მცირე ნაპერწკლებით უნდა შემოვიდეს თქვენს გულში. ერთ დღეს ვერ გახდებით მილიონერები, თუ ფულის შოვნა მცირე მოგებებით არ დაიწყო. ერთ დღეს ვერ გეწვევათ დიდი სიყვარული, იგი მცირე ნაბიჯებით უნდა შემოვიდეს თქვენს გულში. უამრავ სითვლის მსოფლიო მდიდარ ადამიანს, რომელთაც ჰქონდათ აურაცხელი ფული და ქონება, მაგრამ თავს ბედნიერად სულაც ვერ გრძნობდნენ. იყოთ ბედნიერი, ეს თქვენ შეგიძლიათ, თუ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მივიღებთ თმენით და მადლიერებით. ადამიანი თვითონ გახლავს თავისი თავის შემოქმედი და რასაც შევქმნით ჩვენში, შესაბამისად მივიღებთ მას. ვიქნებით ბედნიერი თუ უბედური, ეს ჩვენს გააზრებაზეა დამოკიდებული. ბედნიერების მართვალი ღმერთმა ყველაფერში ჩადო. მთავარია ჩვენ შევნიშნოთ, დავინახოთ და შესაბამისად მივიღოთ მისგან წამოსული დადებითი ენერგიები, რომლებიც ავსებს გულსა და სულს და შესაბამისად დროში ვიღებთ უსაზღრო ბედნიერებას, რომელსაც ვერაფერი შეედრება და ადამიანი უკვე ღირებულებას აძლევს თავის თავს, რომ ღირს ცხოვრება პირველი და შეუცვლელი ფაქტორი, რომ ვიყოთ ბედნიერი, ეს არის სულში შემოვიტანოთ სიხარული. რა ძნელი და დატვირთულიც არ უნდა იყოს თქვენი ცხოვრება, შეეცადეთ ახაროთ საკუთარი სული. დარწმუნებული ვარ და თამამად ვიტყვი, დღეს სულის არსებობა ადამიანთა დიდ ნაწილს დავიწყებული აქვს და არ ზრუნავს მის განვითარება გაფუჩქვნაზე. აბა დაფიქრდით, როდის იყო ბოლოს, როდესაც შეიხედეთ საკუთარი სულის სამყოფელში და რა დაგხვდათ იქ, კარგად დანაგვიანებული, არეული და დასასუფთავებელი სულის სახლი, რომელიც არც ერთმა ადამიანმა არ იცის სად არის, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენშია და ჩვენ თუ არ მოუარეთ, არ დავასუფთავეთ, არ მივეცით საზრდო, სხვანაირად ვერ იარსებებს და ვერც სხვა გააკეთებს ამას ჩვენს მაგივრად. რა უნდა სულს? თუ ფიზიკურ სხეულს უნდა საზრდო, საკვები, სულს უნდა ენერგეტიკულად გამოკვება და ეს რა თქმა უნდა არის დადებითი ენერგიები, რომლებიც სიკეთით, მადლიერებით, ზრუნვით, სიყვარულით გამოიკვებოს. თუ არ ხარობს სული, თქვენ ვერასდროს იგრძნობ თავს ბედნიერად და შესაბამისად ასეთ მდგომარეობა კი არ გვიხარია, არამედ ამაოდ ველით შემდგომი დღის გათენებას და უღიმღამოდ მიედინება ჩვენი ცხოვრება. უფალმა მოგცა ნება იმისა, რომ ავივსოთ ენერგიებით, რათა ვიყოთ ჯანმრთელი და ბედნიერი, მაგრამ რა ხდება დღესდღეობით? ადამიანთა უმრავლესობას ვიტყოდით, სარიელი აქვს სულის ენერგიები. თუ ეს ენერგიები დაბლოკილია ან საჭირო რაოდენობის ენერგია არ არის, ადამიანი თავს ვერ გრძნობს ბედნიერად და ხშირია შემთხვევები, როცა სუიციდისკენ არიან მიდრეკილები, ვინაიდან ცხოვრება აზრსა და ფასს კარგავს. თითოეულ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი თვითონ გახადოს ბედნიერი. მიმოიხედეთ თქვენს გარშემო, მცირედიც კი მოგიტანთ ბედნიერების განცდას. თუ თქვენ დაინახავთ მას, ყველაფერი ფარდობითია. თუ ჯანმრთელი ხართ, მადლობა უფალს. თუ მშიერი არ ხართ, მადლობა უფალს. თუ თავზეჭერი გახურავთ, მადლობა უფალს. თუ თქვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ და გიყვართ, მადლობა უფალს. ეძებეთ დადებითი მცირე წვერმანებში და აუცილებლად აღმოაჩენთ. ახარეთ თქვენი სული და თქვენს გარშემო ადამიანების და ერთშვენიერ დღეს აღმოაჩენთ, თუ როგორ კარგად გრძნობ თავს და რა ბედნიერი ხართ, რომ არსებობთ. არ დაგავიწყდეთ უფლის არსებობა. ყველაფერი მისი ნება გახლავთ და მადლიერებით მიიღეთ ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება. ერთშვენიერ დღეს დაფიქრდებით და მიხვდებით, თუ როგორ ძლიერი ხარ და როგორ ხარობს სამყარო თქვენს გარშემო. მერწმუნეთ, ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ხატად და საამებრად უფლისა. ეძიეთ საკუთარ თავში ბედნიერება, მიიღეთ ყველაფერი მადლიერებით და იზრუნეთ სულის გადარჩენა განვითარებაზე, რომელიც მოგიტანთ უსაზღრო დადებით ენერგიებს და რა თქმა უნდა დიდ ბედნიერებას, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება.